კილტი გიორგის მართლა ძალიან უხდებოდა. მოუთმენლად ველით მთაწმინდაზე ბომბორას პარკის გახსნას. დარწმუნებული ვარ თქვენი შვილები, ისე როგორც ჩვენი ამ მშენებარე ბავშვთა სამყაროს ბევრ ოცნებას უკავშირებენ. პატარების ეს ფიქრები უკვე დიდი ხანია რეალიზებულია ამერიკაში. დისნეილენდში თუნდაც ერთხელ მოხვედრა ბავშვებს კი არა და დიდებსაც გვისურვია, თუმცა ის, რასაც ახლა გიჩვენებთ, არა ამერიკული, არამედ ევროპული მოდელია. მაკების საგვარეულო 1975 წელს გადაწყვიტა, რომ მიწის პატარა მონაკვეთზე არსებული რამდენიმე მამისეულის საქანელასთვის ნელ-ნელა სხვები შეემატებინა. 32 წელიწადში პარკი 70 ჰექტრამდე გაიზარდა, სადაც ევროპის 12 დედაქალაქის ყველაზე ცნობილი ადგილები განთავსდა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი, სწრაფი და ექსტრემალური Silver Star, ანუ ვერცხლის ვარსკვლავი დამონტაჟდა. მის გარდა მძაფრი შეგრძნებების მიღება კიდევ 100 ატრაქციონზეა შესაძლებელი. ევროპა პარკს ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის დროების ჟურნალისტები დაჩი გრძელიშვილი და ალექსი გოგილაშვილიც აღმოჩნდნენ. ეს ის გამონაკლისია, როდესაც ღრიალი და კივილწივილი ადამიანურ სიამოვნებას უკავშირდება. თავისი მასშტაბებით ევროპა პარკი მსოფლიო ატრაქციონების სამეულში შედის. გერმანიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან საოცრებათა სამყარო გერმანელი მაკების დინასტიას ეკუთვნის. 40-იან წლებში ფრანც მაკს მამამ პროვინციულ ქალაქში მოწყობილი ორიოდე საქანელო და დისკოზე დამაგრებული ხის ცხენები დაუტოვა. მივხვდი, რომ ორგროშიან საქანელაზე უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. დღე-ღამეს ავტოსადგომის ძველ სახელოსნოში ვატარებდი და ატრაქციონების მაკეტებს ვქმნიდი. ყველა არა, მაგრამ ყოველი მეხუთე წამოწყება მაინც იღბლიანი იყო. ატრაქციონების მეფე წოდებული უფროსი მაგი მაკეტებს დღესაც ქმნის, მაგრამ უკვე გართობის მიზნით. იღბლიანი ატრაქციონების მოტანილი ფულით ქალაქ ფრაიბურგთან მიწა იჯარით აიღო და პატარა პარკი მოაწყო, სადაც დეკორატიული მატარებლიდან ბავშვებს გარეული თუ შინაური ცხოველების დათვალიერება შეეძლო. მაგრამ ეს 32 წლის წინ იყო. დღეს ევროპა პარკი 70 ჰექტარზე გაშენებული ტერიტორია, ევროპის 12 დედაქალაქის ყველაზე ცნობილი ქუჩების ასლები, 3000-იანი პერსონალი, 5 ფეშენებელური სასტუმროთი და წელიწადში 5 მილიონი სტუმრი, რაც მთავარია ყველაზე მრავალფეროვანი ატრაქციონი. უფროსი მაკის საქმე ვაჟიშვილებმა გადაიბარეს. ერთი მენეჯმენტს განაგებს, მეორე კონსტრუქტორია, მესამე კი ატრაქციონებსა და სანახაობებისთვის სცენარებს წერს. ამერიკული გართობის ევროპული ალტერნატივა შევქმენით, ამიტომაც ევროპის ყველა სახელმწიფო თავისი ატრაქციონით არის წარმოდგენილი. ადრენალინის მოყვარულებს შეუძლიათ რისკი შვეიცარიული, ჰოლანდიური, ფრანგული ან ბერძნული შეფერილობით გამოსცემენ. ატრაქციონების მოწყობილობაც ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიისა და ისტორიის შესაბამისია. პოსეიდონი ნავებით, ზღვითა და ანტიკური შენობებით შეიქმნა. სვისურიკები შვეიცარიისთვის ახასიათო გორაკებიანი მარშრუტი. არჩევანი მრავალეროვნულია, მაგრამ მაინც ყველა ერთ ენაზე კივის. გადავწყვიტე ჟურნალისტური კომენტარი შედარებით უწყინა 40 მეტრიან კანოე ატრაქციონზე ჩაგვეწია. ტელეპრივილეგიით ვისარგებლეთ და პირველ რიგში მოვთავსდით, მაგრამ უშედეგოდ. სხვების მსგავსად, ჩვენი კომენტარით საფუძვლიანი ღრიალი შემოიფარგლა. ეს ატრაქციონი 40 მეტრია. პარკის სერვისი ატრაქციონიდან ჩამოსვლის შემდეგ საკუთარი შეშინებული გამომეტყველები დატყობასაც გულისხმობს. ვფიქრეთ, რომ ქართული მოგესმა, მაგრამ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ქართველი მოსწავლეები უზიარებდნენ. ისეთი აღფრთოვანებული და ესეთი ბედნიერი. ცოტა შეშინებული არა? რა თქმა უნდა. ეს არის საშინელება, მაგრამ ძალიან ბევრი ადრენალინი. ევროპა პარკში სხვადასხვა ტიპისა და სიმაღლის 100 ჩქაროსნული ატრაქციონია. ვისაც დრო და ყველაფრის გამოცდის სურვილი აქვს, პარკის 5 ფეშენებელური სასტუმრო უმასპინძლებს. 5 ვარსკვლავიან ციხესიმაგრეებში ღამეს 5000-მდე სტუმარი ათევს.
კემპინგის მოყვარულებისთვის ხელოვნური ტბა და ავტოსადგომები მოეწყო. შვეიცარიელებისა და ფრანგების ნაწილი მეზობელ გერმანიას ბორბლებზე დამონტაჟებული სახლით სტუმრობს. ჩქაროსნულ ატრაქციონებთან ერთად პარკში ისეთი ადგილებიც არის ნებისმიერი ასაკის ბავშვი უსაფრთხოდ რომ გაერთობა. ზოგს ძველი ავტომობილები მოსწონს, ზოგს ტრადიციული საქანელები და ზოგსაც წყლის სპორტი. ორ საათში ერთხელ პარკში ევროპული ზღაპრის პერსონაჟთა საკარნავალო მსვლელობა იმართება. კოსტიუმებიც, რეკვიზიტებიც და მსახიობთა განწყობაც ისეთია, რომ დიდსა და პატარას თავი მულტფილმში ჰგონია. 70 ჰექტარზე გაშლილ პარკში საგანგებო მეტრო ექსპრესი მუშაობს. 3 მეტრის სიმაღლეზე დაგებული ლიანდაგებიდან პარკის დათვალიერება შეიძლება და ნებისმიერ ატრაქციონთან ჩამოსვლაც. ევროპარკში უბრალოდ ევროპის სანახავად ჩასვლაც შეიძლება. ულამაზესი სასახლეები, სკვერები, მდინარეები და ხიდები სილამაზით ცნობილი ევროპული ქალაქებიდან გადმოიღეს. საფრანგეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ფეხით შემოლა სულ რაღაც 1 საათში შეიძლება. ეს კი ათენის ძველი უბანია. არქიტექტორებმა ათენის ერთ-ერთი ქუჩის ზუსტი ასლი გადმოიღეს. ათენიდან ესპანეთის დედაქალაქში მადრიდში პირდაპირ სან-ფრანცისკოს პლაზაზე მოხვდებით. Buenos días. ამჯერად პარიზის პატარა ქუჩაზე ვიმყოფებით. წვიმიანი პარიზი გაინტერესებთ? კი ბატონო. თუ მეტი დრო გაქვთ, ავსტრალიაში გამგზავრებაც შეიძლება. იურგენ მაკი სცენარებს მინიატურული კოლიზეუმისთვის აწევს. ვისაც ატრაქციონები არ ხიბლავს, ძაფრის შეგრძნებები ევროპარკის თეატრში ერის. მაკებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულებზეც იზრუნეს. ევროპა პარკის შექმნელებმა მგონი ცოტა გადააჭარბეს კიდეც. საგანგებოდ პარკისთვის კოსმოსური სადგური მირის საწვრთნელი ბაზა იყიდეს და დაამონტაჟეს. მაკების დინასტიისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე საამაყო მაინც სილვერ სტარი, ანუ ვერცხლის ვარსკვლავი. მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე სწრაფი ატრაქციონი მაკლარენის პატრონაჟით შეიქმნა. როგორც როლანდ მაკი ამბობს, ამით დიდი მაკის ოცნებასთან ერთად სურვილი ბევრ ადამიანსაც აუსრულა. თავადაც ნახავდით, 3 წელში ბევრი რამის გაკეთება მოვასწარით, მაგრამ უფროსი მაკის ამბიცია მაინც დაუკმაყოფილებელი რჩებოდა. ბაბუას სურდა ყველაზე მაღალი, ყველაზე სწრაფი და ამასთან ყველაზე უსაფრთხო ატრაქციონი აეწყო. ფიქრობ, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მაკლარენის პროექტი 2 წელში განხორციელდა. მოდელი ჯერ კომპიუტერში შეიქმნა და მისი რეალობა იქვე გამოიცადა. 30 სართულიანი სახლის სიმაღლეზე ასული ურიკა დაბლა თითქმის ვერტიკალურად. 130 კმ/სთ სისწრაფით უნდა დაშობულიყო. ატრაქციონის მშენებლობაზე მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მოიწვიეს. 2500 ტონა ბეტონი, 120 ტონა ლითონი და 15 კმ-იანი ხვეული ტრასა. ასეთია ვერცხლის ვარსკვლავის სამშენებლო სტატისტიკა. ატრაქციონი 2002 წელს გაიხსნა, თუმცა დღემდე მის რიგში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დგას. ეს სილვერ სტარია, ევროპა პარკის სიამაყე. 130 კმ/სთ სისწრაფე და 75 მეტრი სიმაღლე. ნახოთ თუ გაუძლებთ. 30 სართულიანი სახლის სიმაღლიდან გადმოხედვისას კი მივხვდით თავის ადგავ ყავით, მაგრამ გვიან გაიყო. ის